let's do this thing. მოგესალმებით, სოფო ყავს დღეს სტოროშელიძე სტუმრად და გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედით. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა და მოდი მე დავიწყებ პირდაპირ ჩემი ტრადიციულად ჩემი ამბებით ავარჩიე, რაღაცებს ჩაუჯექი, მოусმინე. სოფოს ამ ხარეს საერთოდ ფაქტიურად არც იცნობენ, იმიტომ რომ ასოცირდები რაღაცა აი ევროვიზიაზე რო იყავი უკრაინი და მე პედაგოგი და რაღაცა პროექტები. ესეთი მასიური ვერ გახდება თუნდაც ჟანრიდან გამომდინარე. არა, ნამდვილად ხო. და აი პირველი ეგ მინდა მაგ ტრეკზე გითხრა hype. მე ყველას ძალიან ეგ მომეწონა რა ამ და იცი როგორ იყო, რომ საერთოდ ახ მე არ ვცხოვრობ პირდაპირ ვიტყვი underground კლუბური ცხოვრებით, ანუ აი მაგალითად ახ აი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფასიანზე არ ვარ ნამყოფი. ხო. ანუ მართლა ხო ხო აი რაღაცა პირველად საქართველოში მოვხვდი ხიდზე ალბათ ორჯერ ვარ სულ ნამყოფი და ნუ ბერლინში რო ვიყავი ამბერჰაინში ჩვენი მეგობრები უკრავთ ხო და აი რაღაცა რა ანუ არ ვარ ამ კლუბური ცხოვრების არც ამ მუსიკის მიმდევარი არასდროს არ ვარ რატო შექმენი ეს ტრეკი იცი რა არის აი რაღაცა მაგ არ ვიცი რატო ვაიბზე აი ეგეთ მოუწე და ვაიბზე ვიყავი რომ მაინტერესებდა ტექნოს როგორ გავაკეთე და იმიტომ რომ კეთების პროცესი შექმნის პროცესის დროს უფრო სწორად რა როდესაც რაღაცა sound library-ის და რაღაცებს რო გავხსენი და ეს რაღაცა სინთები ბეისისინი რაღაცა კიკები რაღაცები რომ ესეთი გამოვიდა და ყველას ეგონა ნუ ეხ ჩემ მეგობრებს გულისხმობ რა თქმა უნდა რა რაღაცა კონკრეტული მიზანი მქონდა რომ ეხლა всё უნდა რაღაცა დავიწყო დიჯეინგი და რაღაცა სეტები და ისე მეგონა რომ მეთქი ალბათ ამას უსმენს რა მქონდა რა მგონია რომ ინტერესიც არ იყო ბუნებრივად არ ვიცი აი ბუნებრივად რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს ბუნებრივად გამოვიდა იმიტომ რომ აი გამისწორდა კეთების დროს შექმნის დროს და რაღაც ჩავაჭირე რა და მივხვდი რომ ეგ ნაწილიც რაღაცა ჩემში არის და ვთქვათ რომ მომინდეს რომ მაგ მიმართულებით უფრო ვთქვათ განვავითარო და ვიმუშაო მგონია რომ ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თუმცა მაინც მივხვდი რომ თვითონ ეგ ცხოვრების წესი არ არის ჩემი აი მაგალითად რაც არ უნდა ისე ჟღერდეს, აი მაგალითად წარმოუდგენელია ჩემთვის დილის 6 საათამდე რო ხარ, რიგში რო შენი სეტი მოგიწიოს, რო გათენდეს კლუბში. აი რაც არ უნდა უცნაური იყოს და აბსოლუტურად არ ჯდებოდეს, ახლა ეს ლოგიკურად ერთმანეთში, იმიტომ რომ თუ ეს გისწორდება მოგწონს და უსმენ, მაშინ რატომ? ჩემს ვაფშე წარმოუდგენელია მუსიკა, რომელსაც არ უსმენ და არ გისწორდება, როგორ უნდა გააკეთო? არა, მუსიკა მისწორდება თვითონ, ნახე, მაგრამ არ ვიყავი ინტენსიური სმენელი, აი რო იციან, თქვათ, რომ აი ეს და ეს და ეს DJ და ამის რაღაცა ახალი, თქვათ, ანუ ეს ამ დონეზე მართლა არ ვიცოდი და ჩვენი საერთო მეგობარი აკაფროდიაშვილი, ზუსტად აკამეუბნებოდა, რომ ანუ ვერ ახარო შენ კარგად, იმიტომ რომ მე მაინც ხო ვიციო, რომ არასოდეს მაგ ცხოვრებით არ გიცხოვრია და როგორო და არ ვიცი აკამეთქი აი ესე. აკას ჩვენებაზე ვცადე პირველად ლაივში და ძალიან დღეს ვუყვებოდი იკას სუსტად რომ აი ესე ლაივშიც დაუკრა მეთქი ეს ტრეკები თქო და თან ძალიან უხდებოდა იმ სიტუაციას, იმიტომ რომ აკასაც ისეთი ჩვენება ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ Fashion Week-ის ფარგლებში იყო, აი რაღაცა ძალიან არამიწიერი სიტუაცია იყო და ძალიან მოუხდა და შენ მოგიხდა თან ეგ ამ ხო და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და კარგი იყო და ანუ ეს არ გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ყველგაზე არ მომინდეს, ვთქვათ რა, ანუ მეც ის ვარ მიუყვები. ერთ პერიოდშია მე მგონი ალბათ ეს დაწერილი, იმიტომ რომ მეორე რომელიც გამოარჩიო ასე Machine World რა. ეგეც აი მაგ მიმართულების არის და ალბათ ერთი პერიოდის არის, ხო? კი, ეგ არის ერთი აი როგორ 4 ტრეკი გავაერთიანე, მე რაღაცა EP-ის ამბავში გამოვიდა რა საბოლოო ჯამში და Machine World-იც ეგეთი არის რა, აი
ერთი მინუსი რაც აქვს, თუ მინუსი ქვია მაგას, არის რომ ძალიან მაღალი ხარისხის აპარატურა გჭირდება, რომ ეს მუსიკა გაიგო კარგად. აი, სადაც არ ჩავთე, აი აზრი არ აქვს, არაფერი არის ის საერთოდ რა. ლეპტოპი, ტელეფონი, ანუ აზრი არ აქვს. სანამ ყურსასმენებში ან რაღაცა high-end device-ებზე არ ჩავთავ, აზრი არ აქვს. ეგ მინუსი თუ არის, არ ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება ამ მუსიკას ვინც უსმენს, იმას შესაბამისი აპარატურა აქვს, იმიტომ რომ ამის გარეშე აზრი არ აქვს. არა, რა თქმა უნდა, და მაგას ანუ იქ ხომ აი ზუსტად ეს წნევა და ეს მონოტონური ის გიქმნის რა ქვია რაღაცა იმ შეგრძნებას, რომ აი ეგ მოგწონს და მაგას სხვა ინსტრუმენტები სხვანაირად ისმინე ლეპტოპში და ტელეფონში ამას აზრი არ აქვს. კი, ამას კონკრეტული რაღაც გახმოვანების და იმის ტექნიკური უზრუნველყოფა ჭირდება და ამიტომ რომ მეკითხებიან ხოლმე რომ აი რაღაც აი თუნდაც ვთქვათ არა ტექნო და ესეთი ელექტრონული ტრეკები რაც გამიკეთებია და აი ხშირად არის ხოლმე რომ აი რომ მეკითხებიან რომ რატომ არ აკეთებ ვთქვათ რაღაცა ლაივს იმიტომ რომ იმხელა ტექნიკური უზრუნველყოფა ჭირდება და პლუს ჩემს ტვინში როგორ არის იცი რომ თუ ამ ყველაფერს აუდიო ვიზუალი არ ექნება აი ვიზუალიზაციაც თუ არ ექნება და არ მოხდა იმ ყველაფრის რაც ხმაში და საუნდში არის მაგის ვიზუალიზაცია ვერ ვხედავ როგორ უნდა გაკეთდეს და პირველი რაც მინდა აი ამ რაღაც აუდიოს და ვიზუალებს უნდა დაერთოს ჩემი ძალიან ესეთი ასევე ცოტა dark და რაღაცა ესეთ ნაწილია ჩემი სიზმრების, რომელიც გრაფიკულად მინდა რომ გადმოვიტანო მაგალითად და აი ეს მოხდეს რომ ჩემ აი სრულად ტვინში რაც ხდება, აუდიო, ვიზუალი, აი უცებ ერთად შეიკრას და აი ეს ნაწილი გამოვიტანო და გადმოვიტანო და კი, მაგრამ თუ გადმოვიდა ძალიან მაგარი იქნება. იმედი მაქვს რომ გამოვა და ცოტა სხვა სტილისკენაც წავიდეთ ხა მეტამორფოზის. ხო, ეგ კიდე უფრო ძველი. ის მუსიკა აი რო თქვა რომ ძალიან ჩემი იყო მე უბრალოდ მოვერგე იმ მოცემულობას ბიჭებს რომლებიც ანუ გამზადებული იყო ეს ალბომები და მე როგორც lead singer-ი დავემატე უბრალოდ ჯგუფს და სადღაც აი უკვე 30 წელთან რომ მოვედი აი 25-30-ით რომ გადავედი აი მე მივხვდი რა რეალ სოფო არსად არ არის ინამდვილეში რა ან ვიყავი რაღაც კულისებს მიღებ პროდიუსინგი და ტელევიზია და რაღაც ეს მთელი ჩემი შემოქმედებითი ინვესტიცია გადადიოდა სხვებში და სხვების შემოქმედებით დაკვალიანებაში მიდიოდა რა ჩემი რესურსები პროექტის დავა კონკრეტულად და აი რომ მივედი იმ ასაკში რომ მივხვდი რომ ჩემ თავს კითხვა დაუსვი და შენს ათხარ შენი რა არის აი ეს იყო უკვე ჩემი ეს არის უკვე რაც არის სოფო რა რეალურად საიდანაც აი რაღაცა მეტამორფოზიც ანუ მეტამორფოზაც იმიტომ ერქვა ტრეკს და იმიტომ ეგ იყო პირველი არა ინსომნია იყო ხო კარგად მახსოვს იმიტომ რომ ინსომნია არის ჩემი ალბათ აი არ ვიცი გამოვარჩევდი მიუხედავთ იმისა რომ ყველას არც ერთი ერთმანეთს არ გავს აი თუნდაც ერთი მიმართულების სხვა არის ჩემთვის საერთოდ სხვადასხვა რაღაცები მოაქვს ეს არის გამორჩეული რაღაცა სადედოფალო გვირგვინოსანი ტრეკი იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე აი არ ვიცი შინაარსით მუსიკით ვიზუალით აი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე არის ის რასაც მე სულ ვუსმენდი და ვუსმენ და მოვუსმენ რა
ეგ ტრეკი რომ გავაკეთე, აბსოლუტურად ყველასთვის იყო ეს არ იყო, რომ არასოდეს არც ერთი ტრეკი არ გამიკეთებია იმ მიზნით, რომ აი რაღაცა მიშას და იმას არა, ყველასთვის არის რა, ვისშიც ემოციას რაღაცას გამოიწვევს, ძალიან გამიხარდება პირიქით, ანუ ყველასთვის არის ეს და რა თქმა უნდა, მაინც ისეთია მუსიკალურად და ისეთია ჟანრობრივად და ძალიან ექსპერიმენტულია და ყველა ვერ გაიგებს და ალბათ არც გაიგებს. არ მასიური ვერ გახდება. ხო და მაგრამ ვინც მოისმინა ისეთ აი ხა ძალიან ისეთი მაგალითია რა, ნუცი ჩემთვის არის ავტორიტეტი მეგობარი. მაინც ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, ყველა ვაკეთებთ იმისთვის და ვქმნით იმისთვის, რომ რაღაცა ფიდბექი გჭირდება ეს რომ მიიღო, ხო და ძალიან ესეთმა ადამიანებმა ჩემთვის ავტორიტეტულებმა გაიგეს და მე ეს სტიმული იყო რა, იმიტომ გავაგრძელე და მიჭიერების პატარა დეტალს დავამატებ. კიდე ვიდეოები როგორც ნახე შენი შეხა პროდიუსერი ყველა კი არ და კაზრეთში გადავიღეთ ეს. რამე კავშირი აქვს იქ რაც ხდება კლიპში იმ იდეასთან რაც ძალიან მინდოდა რომ რაღაცა ისეთი თვითონ ინსომნია, იმიტომ ერქვა ტრეკს და იმიტომ დავარქვი რომ მართლა პერიოდი მქონდა ინსომნიის საშინელი, ანუ არავის არ უსურვებ ამის გამოცდას. ეს არის აი თუკი ადამიანი აი როგორ შეიძლება რომ დასაჯო ყველაზე მეტად ალბათ აი ინსომნია არ უნდა დააძინო. აი ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი და ტანჯვა და აი რაღაცა ძალიან ისეთი პერიოდი მქონდა რა ცუდი და მართლა აი ამ ემოციის ზუსტად გადმოტანა მინდოდა და ტრეკსაც პირდაპირ დავარქვი ინსომნია და მე რაც შეეხება ვიზუალს რაღაცა ძალიან აპოკალიფსური იყო რა, ანუ ძალიან სევდიანი ერთი ფერი გლუმი და გლუმი და ფერიც ძალიან საინტერესო იყო რა ჩემი მეუღლე ნიკა რომელიც ხმის რეჟისორია მაშინ ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, უბრალოდ მეგობრები ვიყავით და დამეხმარა რომ მოდიო, ეხლა წავიდეთო, გადავიღოთო, მაშინ კახა ბუხრაშულს, ბუხრიკას ვთხოვე რომ კამერამ რაღაც ბუხრიკ წამორა გადავიღოთ, აი რაღაც ადამიანები ისე უანგარო დამიდგნენ რა მაშინ და კაზრეთი ავარჩია, იმიტომ რომ იქ აი ეს რაღაც ოქროსაბადოებია, სადაც ეს ბავშვები მართლა იწამლებიან და კატასტროფა ხდება რა, ანუ რაღაც დაბინძურების და სიკვდილის და დაავადებების არ ვიცი რაღაც აი ბუდეა და საერთოდ არ ვიცოდი ამ ადგილის შესახებ. ესე შემთხვევით გავიგე და გადავწყვიტე რა ჩავიდე. ჯერ რომ მენახა ლოკაციები და აი რომ ჩავედი და რომ გავხედე აი ამ პირველი რაც იყო რაღაცა შენობას მივადექი და ბავშვები თამაშობდნენ და აღმოჩნდა რომ არის რაღაც თავშესაფარი და ეს ბავშვები თამაშობდნენ ამ ანუ ნატურალურად აი ბუნებრივად თავისით დაიდგა ყველა სცენა რაც უნდა გადაგვეღო და ის ჩანაფიქრი რაც მინდოდა და ეს ვიზუალი ძალიან ბუნებრივად გამოვიდა. მაინც ვერ გამოდის. ჰედზე მაქვს კითხვა, ვიზუალი კი არა აქვს, მაგრამ მე მახსოვს რომ აი ეს რაღაც ლაივ ჩანაწერი გადაიგზავნა ტორონტოში. სწორად მახსოვს? კი, კანადის მუსიკის ფესტივალი იყო. პანდემიის პერიოდი იყო და ამიტომ ფიზიკურად ვერ მოხდა შენი ჩასვლა იქ. ხო, კანადის მუსიკის ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა, გადავაგზავნეთ და რაღაცა ტოპ 3 არტისტი რაღაც მოვხვდით და აი რომ გამოაგზავნეს უკვე ის ინვიტეიშენები რაღაცები რო გილოცავდა ტოპ 3-ში ხარ და რაღაცა და დაიწყო პანდემია და ჩაიკეტა ყველაფერი და ნუ სამწუხაროდ აი ამისთვის გადავიღეთ, იმიტომ რომ მე ჩატარდა ესე ჩატარდა რა რაღაც ლაივების დისტანციური ვერსიით ლაივები და ნუ რა თქმა უნდა იმან დაკარგა თავის მთელი ცხადია ამბავი, იმიტომ რომ როდესაც ფიზიკურად ჩადიხარ და იქ უკვე გიწევს იმ რაღაც სცენაზე, იმ ხალხთან და ნეტვორკინგი რაღაცა ეს ყველაფერი დაიკარგა პანდემიის გამო და ხო და იქ რაღაც მორჩა ეგ ამბავი, იმიტომ რატომღაც მახსოვს რომ მე კიდე
გქონდა არა მე აღარ მქონდა მე სხვა ფესტივალი იყო და ისიც რაღაც მონაწილეობა მივიღე პოლონეთში უნდა ჩატარებული იყო და მეორე ნაწილი ორად იყო დაყოფილი ერთი იყო რაღაცა ესპანეთში და მეორე იყო პოლონეთში და აი მეორე ნაწილი გავქონდა მენაბდეზეც რო არ ვეკითხოთ არ შეიძლება ხო მენაბდეზე რა საიდან გაჩნდა ეგ იდეა და ტექნოში მენაბდის ინტეგრირება ჯერ იდეურათაც ცოტა ისეთია რა თავიდანვე რომ რისკთან დაკავშირებული. ხო, თამამი არის. კი, ძალიან, ანუ და როგორ გამოვიდა ეგ მე არ ვიცოდი სიმართლე გითხრა, ნუცი მითხრა და მოусმინე და საერთოდ არ ველოდი რომ აი იმას რაც თავიდან ხდება და მე როგორც გრძელდება, სულ სხვადასხვა რამ იყო რა. ეგ იდეა გაჩნდა ძალიან მარტივად მანანა იყო ჩემი მანანა მენაბდე იყო ჩემი ესეთი აი რაღაც აიკონ ტიპი რომელსაც არც ვიცნობდი რა ეს პირადად ვისთან აღარ მქონია შეხება გადაკვეთა რამდენი კონცერტი არ გაგვიკეთებია და რამდენ მუსიკოსთან არ მქონია მოკლედ რაღაც კოლაბორაცია და ვისი პროდიუსერი აღარ ყოფილვარ და რა კონცერტის, მაგრამ არასდროს არ მომიწია მანანასთან მუშაობა და მე თვითონ გადავწყვიტე რომ უბრალოდ გამეცნო და ჩვენი საერთო მეგობარი იყო ნიკა ნიკვაშვილი, დირიჟორი, უნიჭერესი ადამიანი და ნიკას ვთხოვე რომ გეხვეწები გამოცანი მანანა თქო. და მის სახლში მოხდა ჩვენი შეხვედრა. მაშინ ესე კონკრეტულად არანაირი ესე მუსიკალური რაღაც გამზადებული არ მქონდა რა. ჯერ მინდოდა რომ უბრალოდ დობა გაჩენილიყო ჩვენ შორის და ის რომ გამიცნობდა თვითონვე მიმხვდარიყო შინაგანად რომ აი რაღაც არის ახლა ეს ჩემთვის ვიღაც ვინ არის საერთოდ საიდან მოვიდა ანუ რამდენად მიმიღებდა და ისე მოხდა რომ მოკლედ იმ დღესვე რო გავიცანით და შევხვდით ნიკასთან იმდენად თბილად და რაღაცა ძალიან უშუალოდ მიმიღო და ისეთი სასიამოვნო დღე გამოვიდა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ რაღაცები მოისმინა ჩემი ისიც არ მიცნობდა მე ესე რა რაღაცადღაც გაგონილი ვყავდი რომ ვიღაცა ტელევიზიაში მუშაობს ეს ვიღაცა ტოროშელიძე და მოკლედ აი ამ საუბარში რაღაცა დემო ვერსიები მქონდა ჩემთვის გამზადებული რა და აი ამაზე წარმომიდგენია მეთქი მაგალითად თქვა რომ თქვენი ვოკალი ჩავწეროთ აი ჯეირანს თუ მიმღერებთ მეთქი და რო ჩავრთე ანუ მანანა იმიტომ იყო გენიოსი აი ძალიან მარტივი რაღაცა არის რა აი იმპულსაცია თანამედროვეობის და აი როგორ ავხსნა აი როდესაც კომპლექსი არ აქვს ადამიანს რომ აგრძნობინოს რომ შენც ნიჭიერი ხარ ძალიან თქვათ და მომწონს ეს კიდე სხვა აი როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ისაკეთებს ამას ვინც საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული ის ვერ აკეთებს ამას და მანანა ნუ ხა თვითონ ისედაც თვითმყოფადი და ძალიან გამორჩეული აი ამან გამაოგნა რომ აი რო ჩავრთე ეს რაღაცა პატარა მონაკვეთი ბიტის ანუ ისე მოეწონა და აი ეგრევე შევიდა რა მუსიკაში და მიდიო და აი მე არ ვიცი წამოვედი სახლში რაღაცები ავაწყე ეს შესავალი გაუკეთე ისე და რომ მოვიდა ჩაწერაზე სტუდიის კარი გავუღე შევუშვი შიგნით და რაც გინდა ეხლა აი რაც მოგივა და რაც მოგინდება ყველაფერი გამოვუშვი თქო და მანანა აღარ არის და ჩემთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი რომ ეს მოხდა
ამისრულდა და გამოვიდა და რაც თავარია, ჩემთვის თავარი ის იყო, რომ თვითონ ძალიან მოწონდა და აი გიждდებოდა და რომ მოდიოდა და მე ამ სტუდიაში რაღაცა უკვე მიქსინგი და მასტერინგის დროს უსმენდა სხვა შორის რაღაც ეფექტები თვითონ დამადებინა. ერთად ვარჩევდით რომ აი აქ აუ ესე და ხო აი ჩატეხვა მომწონს და რა ანუ ძალიან ძალიან ჩევიდა მაგ პროცესში და მარტო ის არისო რომ თანახმა იყო ხო? ვიდეოს ნახავდი ალბათ ხო? მანანა ძალიან აკას ძალიან დიდი დამსახურება აფროდიაშვილის, რომელმაც მერე უკვე ვიზუალიზაცია მისცა ამ ყველაფერს და მანანას აი ეს მხარე უკვე გამოიყვანა და გამოჩნდა უკვე კადრშიც რა. ამ ელდრაინზე მინდა ისევ დაუბრუნდე, შენთვის რა მოგცა აი მაგ ევროვიზიამ რა იყო? რაღაც ეგ ხო არ იყო არანაირად შენი არც გემოვნების კონკურსი, არც აი ნუ არ ვიცი ესთეტიკაც სხვა აქვს და ეგ იმდენად მასიური რაღაცა რომ ზოგადად მუსიკასთანაც ვერ ასოცირდება ჩემთვის რაღაცა ცოტა სხვა დიდი რეგრესი განიცა და ჩემ დროს კიდე ყოველთვის იყო ეს რაღაცა ჩიპსი ხო მასიურად რომ ყველამ ჭამოს რა შეჭამოს რა აი ხო ხვდები რას ვამბობ ანუ მასისთვის ძალიან ისეთი მაქსიმალურად მორგებული რომ ყველას მოუნდეს რომ ჩართოს და უსმინოს მაგრამ და გაყიდვადი მაგრამ ნუ რაღაცები იმდენად გააფუჭეს და ისეთი რეგრესია ბოლო წლები ამ ევროვიზიის რომ აი ხანდახან მიფიქრია რომ მე რომ იმ ლეველზე ვტოვებთ მართლა ყოველთვის არა ევროვიზიულ გამორჩეულ თითქმის ყოველთვის ახლა მაგაზე ხა იცი რამდენი ხანი ვისაუბრებთ რომ ელდრაინი მომავალში კიდე არც ვინ იყო ის ნიკა კოჩაროვი საერთოდ არაფშვაში არ იყო იმ ან ჩემთვის იყო ყველა საუკეთესო გამოსვლა იყო Young Georgian Lolita's აი ანუ არაფერ შვაში არ იყო იმ კონკურსთან და მაგიტომაც მივიღეთ ბრიტანეთისგან უმაღლესი ქულები. რა აი თვითონ ჩემთვის ევროვიზია პირველ რიგში გულწრფელად რო ვთქვა და მე მგონი პირველად ვამბობ ახლა რომ იყო საშინელი სტრესი. უმძიმესი სტრესი, იმიტომ რომ ეს დაიწყო როგორ იცით ძალიან ნეგატივით, იმიტომ რომ ჯგუფს ყავდა სხვა ვოკალისტი, რომელთანაც მოხდა რაღაცა კონფლიქტი. თვითონ სოლისტმა და მისმა მეუღლემ, როგორც მე გადმოცემით ვიცი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანუ გამოყოფილიყვნენ, ანუ უარი თქვა სოლისტმა და უკვე რომ მიდიოდნენ და აი იმ ეტაპზე იყვნენ, რომ რაღაც ორ კვირაში უკვე იქ უნდა იყვნენ და რეპეტიცია ჰქონდათ, აი ამ დროს ჯგუფის გადაწყვეტილებით და საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილებით ერთობლივად ზარი გააკეთეს სოფოსთან, რომ გვიშველე სოლისტი აღარ ყავს და გვინდა რომ შენ იყო თუ არ ხარ წინააღმდეგი და მე ალბათ იმიტომ რომ მანამდე გამოცდილება მქონდა სოფოსთან ნიჟარაძესთან მე და ელენე კალანდაძე ვიყავით ბექ ვოკალში რაღაცა და ანუ უბრალოდ ალბათ პირველ რიგში ნდობის და რაღაცა ის მომენტი ქონდათ რა რომ მოდი აი სოფო ვცადოთ აი ესე მოხვდი ევროვიზიაზე და იმ ხელა ნეგატივი და ისეთი წნეხი განვიცადე მაშინ, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ ვიყავი და ნუ რაღაცნაირად მსმენელისგან და ხალხისგან ხო და არა იმ სიტუაციისგან რა სიტუაციის ბენჩი მოხდი ან მან არ ყოფილა არაფერი ხალხისგან რა რაღაცა ისეთი ფორმულირება მისცეს რომ მე ვიღაცას რაღაცა წავაგლიჯე მაგრამ ამის დროც არ იყო, აი როგორ იყო, იცი რა, რომ მართლა მივედი და ზეგ უკვე stage-ზე უნდა ყოფილიყო. ასე გამოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან მოკლე მონაკვეთში და ისე შეიცვალა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ იცი რა, კიდე წლების განმავლობაში რაც ვისწავლე, რაც არ უნდა მოინდომა და აი სულ რომ არ ვიცი, ჰაერში აიწია არასოდეს არ იქნები ყოველთვის კარგი და საკმარისი და ამაში დრო არასდროს არ უნდა დახარჯო რომ ვიღაცას რაღაცა უხსნა და უმტკიცო ერთადერთი რიცაც შეგიძლია დაამტკიცო ისევ საქმით და მეტი არაფრით იმიტომ რომ
არ არსებობს, რომ უნივერსალურად ყველასთვის მისაღები იყოს, ან შენი გადაწყვეტილება, ან შენი ნებისმიერი რაღაცა საქმიანობა. ამიტომ მაშინაც დრო არ იყო, წავედით, ჩავედით, ჩამოვიტანეთ მე-9 ადგილი, რომელიც იყო ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელი, მას მერე მსგავსი აღარ ყოფილა და იმუშავა, მაგრამ მაგალი შედეგი რაც გაგვიკეთებია. სოფო ნიჟარაძეც მე-9 ადგილით ჩამოვედით ერთად სოფოსაც მე-9 ადგილი ქონდა. სოფო გადავხედე შენ YouTube channels და ყველაზე ძველი სიმღერა არის Memory რაც ნახე. ხო, Memory იყო პირველი ზუსტად იმ გარდამტეხი რაღაცა პერიოდის მერე, რომელიც კითხვა რო გაჩნდა საკუთარ თავთან, რომ აი მე სად ვარ, მე ვინ ვარ, რა ვარ. ეს იყო პირველი, რომელიც გამოვიდა, ასე ვთქვათ რა, ინსტრუმენტალურად დავჯექი, თუმცა ძალიან მძიმე ბექგრაუნდი ქონდა ამ ტრეკს, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი გარდაიცვალა ძალიან ახლო. საკმაოდ ტრაგიკული ისტორია იყო და ძალიან მძიმე თემა იყო ეს ჩემთვისაც მაშინ, იმიტომ რომ ბავშვობიდან, ბაღიდან ერთად მოვდიოდით, ჩემი კლასელი იყო, იკა კაკულია და რაღაც აი მაგ თემამ, აი ამ რაღაც ტრაგიკულმა, საშინელმა დარტყმამ და ემოციამ აი ეს პირველი ის რაღაცა ამ ემოციის ფონზე მოყვა ზუსტად ეს მუსიკაც, ამას მოყვა, მახსოვს რომ ინსტრუმენტთან დავჯექი, სახლში რომ მოვედი, განადგურებული ვიყავი. რაღაცნაირად თითქოს აი მთელი ბავშვობის აი ეს ემოციები რაც იყო და აი ეს ფერადი საოცარი წლები რაც ერთად ქონდა გატარებული, ძალიან ისეთი მეგობრები ვიყავით, საერთოდ წრე ყავდა, ძალიან შეკრული რა და აი რაღაცა წაიღო იქ ამ მაშინთან და ეს იყო ზუსტად ის ისტორია, რომელმაც რაღაცა გადატეხა და პირველად ესე დავჯექი და გამოვიდა ესეთი საკმაოდ მელანქოლიური, მძიმე და ესეთი მუსიკა.
მე მაინტერესებს და ალბათ ხალხსაც რას უსმენ, როცა დრო გაქვს და შეგიძლია რომ რჩების სახით გითხრა ან სამი არტისტი, ან სამი ალბომი, ან სამი ბენდი, რომელიც გინდა რა აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უსმენ მაგალითად ჩემი მეგობრის მუსიკას, რომელიც არის უნიჭერესი ადამიანი ლევან ჯიბლაძე. მისი artist name-ი არის პუნშუ კუნშუ, აი ესე შეგიძლიათ რომ ნახოთ და აფოლოვოთ და როცა მინდა ხოლმე რომ აი რომ გამოვდივარ მაგალითად ქუჩაში და აი ეს დღე მინდა რომ აი რაღაც ამოიქოქოს თუ აი არ ვიცი ვერა ხსნი ვეუბნები ხოლმე რომ შენ მუსიკას რო უსმენ თვით დაჯერებული ვხდები თქვა აი რაღაც მგონია რომ ჩემთვის ხო და აი ძალიან ხშირად უსმენ ჩემი მეგობრის მუსიკას იმიტომ რომ ჩემს vibes moods ხასიათს ძალიან ერგება და გამიხარდება თუ სხვაებიც მოусმენენ და შეაფასებენ და მიიღებენ მის მუსიკას მოკლედ ძალიან გამიხარდება გირჩევთ ასევე რას გურჩევდი ადამიანებს და აუცილებლად ვისაც არ აქვს მოსმენილი ვაგნერის ტრისტან და იზოლდას შესავალი უვერჯურა აი ეს ჩართეთ და მოусმინეთ. იმიტომ რომ ეგ მუსიკა არის კოსმოსი და თუ გინდათ რომ გახვიდეთ მომსახურების ზონიდან უნდა ჩართოთ და მოусმინოთ. ვისაც არ აქვს მოსმენილი ძალიან დიდი ემოცია გელოდებათ წინ. მესამეს ხო რაღაცა ძალიან სტანდარტული და იმისკენ რომ არ წავიდეთ და ისედაც რომ იცით რომ ეხა ბიორკს და ტომ იორკს უნდა მოусმინოთ და ორი ისეთი იყო რომ შეგიძლია მესამე სტანდარტულზე წახვიდე თუ მაინც ხო რა ვიცი ხო არასდროს არ მბეზრდება როდესაც აი თქვათ მუსიკას ვუსმენ და იმ სმენის აქტიურ ფაზაში ვარ რა თქმა უნდა მესივე თქია და აი არასდროს არ მბეზრდება რეაქციებს თუ უყურებ ხოლმე. ევროვიზიის პერიოდში კი ყოფილა ის რაღაც ბლოგერები ახასებდნენ ხოლმე. Baby One More Time გახსოვს ხო? ალბათ ყველას ბავშვობის ყველა ესეთი ტრეკი და მე ბორო იყო ჩვენთან სტუმრად, მაგან გვიმღერა თავისი ვერსია და ეხლა შენ რეაქციას ნახავთ მებოს Baby One More Times. მაინტერესებს მეც. Oh baby, baby, how was I supposed to know? Something wasn't right here. Oh baby, baby, I shouldn't have let you go. Now you're out of sight. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. Oh, because my loneliness is killing me. And I confess, I still believe you. When I'm not with you, lose my mind. Give me a sign. Hit me, baby. One more time. Na da 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 da. Oh baby, baby, the reason I breathe is you. Girl, you got me blinded. Oh pretty baby, there's nothing that I wouldn't do. It's not the way I planned. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. Oh, because my loneliness is killing me, and I must confess, I still believe in you. When I'm not with you, lose my
loneliness is killing me. I must confess, I still believe in you. When I'm not with you, I lose my mind. Give me a sign. Hit me, baby, one more time. ხოდა მოწესრიგებული და მებოურიაო და საერთოდ ეგრე მშვიდად არ მორჩებოდა იცოდი ხო? ხუთოსანია ძალიან მიყვარს ძალიან აი ვიცნობ ძალიან დიდი ხანია პირველად X Factor-ში მოვიდა იყო ანუ მანდ გავიცანი მე ვიყავი მუსიკალური პროდიუსერი და გამორჩეულად ძალიან მელოდიური და რაღაცა ტკბილი და ძალიან იჭიერია და როგორც ვიცი საუნდტრეკებსაც და ფილმის მუსიკასაც აკეთებს მე მგონი ახლა მებოდა მოგვიყარო სტუდია გვაქვს კი ხო ანუ ყველანაირ voice over-ებს ფილმების გახმოვანება საუნდტრეკები მუსიკაზე ყველაფერზე ხო ეს ვერსია მებოსეული ნამდვილად არის იყო რა ვიცი მისი ხელწერა არისო თითქოს უფრო მელოდიური რაღაცნაირია მებოი ძალიან მინდა რომ გკითხო ძალიან კარგ საქმეს ემსახურები და ბევრი არ გვაქვს და დიდი არჩევანი არ არის და განსაკუთრებით გემოვნებით გამოირჩევა თუ წამყვანებით თუ სტუმრებით და თუ მუსიკალური შენ ძალიან გიყვარვარ უბრალოდ მე ვაკეთებ ხესე მე ძალიან ობიექტურად და ვუყურე შემიძლია რომ გამოვიდე ხოლმე და გვერდიდან ვისმინო და ვუყურო და მუსიკალურ პოდკასტს შეეჭიდეთ შენ და ნიკა 3 პლატფორმა 3 ბოდიში და გითხარი ეს 3-15 მე ვიცი რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ბევრს დაინტერესებს რატომ პლატფორმა 3 ხო სახელს რაც შეეხება სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო ძალიან მარტივი და გასაგები და ყველაზე რთული აღმოჩნდა მარტივის მოფიქრება და მე გადავწყვიტე რომ პირდაპირ პლატფორმა ერქვას იმიტომ რომ მინიშნება ყოფილიყო იმისი თუ რას ემსახურება ანუ ჩემი აზრით საქართველოში კი არა და ჩვენს ქართულ რეალობაში ამოჩემებული მაგას წინადება ქართული რეალობა არ არსებობს სივრცე სადაც მუსიკოსებს ექნებათ საშუალება რომ თავისი კონტენტი შექმნან და ლაივი მუსიკა წარადგინონ დამსწრე საზოგადოების და აუდიტორიის წინაშე და აი რასაც ჩემ თავს მაგალითად გავუკეთებდი რომ იყოს ისეთი სივრცე სადაც მე რომ მუსიკას შევქმნი მქონდეს საშუალება რომ აი როგორც ახლა მოვედი და აი აქ სიამოვნებს საუბარი და არ მბეზრდება იმიტომ რომ ეს არ არის ის ფორმატი რაც ტელევიზორშია ეს არის საერთოდ სხვა რაღაც და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო დაიხვეწება და გაბევრდება პოდკასტების ასე ვთქვათ მიმართულება იმიტომ რომ ახალი ტენდენციაა და ძალიან მიხარია რა რაღაცა სიახლეა ეს ყველაფერი და მინდოდა რომ ისეთი სივრცე რაღაცა ყოფილიყო პლატფორმა სადაც მუსიკას შეუძლია რომ თავისი შემოქმედება წარადგინოს და ისაუბროს თავისუფლად, რაზეც უნდა, როგორც უნდა, რამდენიც უნდა, რომ ადამიანებმა უბრალოდ გაიცნონ. ხო 3-15, აი უბრალოდ პლატფორმა არ მომწონდა და მინდა და რაღაც ციფრი და ეს ციფრი სიმბოლურად ავიღე ჩემი საყვარელი სახლის მისამართი, რომელიც სადაც ცხოვრობდნენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები და ეს აღარ არის იქ და უბრალოდ რაღაცა სიმბოლურად პლატფორმა 3-15 გამოიწერეთ, ჩვენც გამოგვიწერეთ და მადლობას გეტყვი რომ მოხვედით ჩვენთან. კი, ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია. მართლა გულწრფელად ესე რომ ხედავ და ნუ იქნები რა ვქნა სუბიექტური და მიკერძოებული რომ ჩემი ადამიანია და მიხარია ყველა მდგომარეობაში სადაც გხედა. კარგად. Okay, let's do this thing.